დღევანდელი ეს გაშლა არის შენთვის. იმ ადამიანისთვის, რომელიც არის ორჭოფობაში, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი თუ რა გააკეთოს. უბრალოდ დაღრილი ხარ და აღარ იცი რა გააკეთო. გადაღრილი ხარ რუტინით. გადაღრილი ხარ იმით, რომ ყოველთვის შენ უნდა აიღო პასუხისგებლობა ოჯახზე, საყვარელ ადამიანზე, შვილებზე, დედმამიშვილებზე. უბრალოდ გიჭირს უკვე და ვეღარ აბალანსებ. ძალიან ბევრი პასუხისგებლობა გაქვს ცხოვრებაში აღებული და ვერ ანაწილებს სწორად. გარკვეული სახით ზოგიერთი ვინც მიყურებს, უბრალოდ გაურბის პასუხისგებლობას და არ უნდა არჩევანის გაკეთება. მაგრამ მოდი ვნახოთ, საით გაუხვევს შენი ცხოვრება. ანუ აშკარად საბედისწერო მოვლენები გელოდება და ჯობია მიიღო ეს გაფრთხილება, რადგანაც უკვე ციკლურად ერთი და იგივე მოჯადოებულ წრეზე ვეღარ ივლი. აღარ მოგცემენ ამის ძალას. ზუსტად დრო არის, რომ გააკეთო არჩევანი. დრო არის სწორედ იმისი, რომ შენი ცხოვრება, შენი შინაგანი მდგომარეობა, შენი ფიზიკური სხეული და შენი შინაგანი სხეული უნდა მოიწესრიგო, რომელსაც ზოგი სულს ეძახის, ზოგი ენერგოველს ეძახის, ზოგი გულს ეძახის. ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია შენ მიხვდი თუ რისი თქმა მინდა შენთვის. დრო არის გაიაზრო თუ რა კუთხით მიდიხარ. სულ წარსულში ნუ იყურები. ნუ გაქვს მხოლოდ მათი იმედი, ვინც შენს გვერდით არის. და ნუ ცხოვრობთ მხოლოდ და მხოლოდ წარსული მოგონებებით. პირველ რიგში ვიტყვი ესეთ რაღაცას, რომ ვისაც ზედმეტი პასუხისგებლობა აქვს აღებული ოჯახზე, მეორე ნახევარზე, შენ ვერ გაივლის სხვის ცხოვრებას, შენ ვერ აიღებ სხვის ტანჯვას, ვერ აიღებ სხვის სიხარულს, ვერ აიღებ სხვის პასუხისგებლობებს. გეყოფა ამის გაკეთება, რადგანაც ეს შენ შინაგანად ტვირთავს, შინაგანად გფიტავს. პირდაპირი მინიშნება არის ეს შენი მფარველებისგან, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება. სწორედ ამდენი პასუხისგებლობებით არის, რომ დატვირთული ხარ და ვეღარ მიდიხარ წინ. სწორედ ამიტომაც არის, რომ არ იღებ მინიშნებებს, რომელსაც გაძლევენ. სიმღერების სახით, სიზმარში, სიტყვების სახით, განმეორებადი რიცხვებისა და ციფრების სახით, მაგრამ შენ თითქოს ყურს არ უგდებ და თავით გადავარდნილი ხარ სიკეთეში. კი ხშირად ამბობ ხოლმე, აი მე ისეთი კეთილი ადამიანი ვარ, მე ყოველთვის კარგი მინდა, მაგრამ ჩვენთვის რატომ არავინ არ არის? და შემდგომში უკვე ეს გადაგდის, იცი რაში, სრულ ჩაკეტილობაში. ანუ ცალმხრივად აკეთებ ყველაფერს და უკვე აღარავისგან აღარაფოსელი. გარკვეული სახით გადაგდის, იცით რაში, ასევე უმადურობაში სამყაროს მიმართ. და თვლი, რომ ყველანი არიან შენს წინაშე ვალდებულნი და ვალში. ეს არის შენი უმთავრესი შეცდომა. სწორედ ამიტომაც არის, რომ ნერვული სისტემა გაქვს გადაძაბული. სწორედ ამიტომაც არის, რომ ვერ ისვენებ შინაგანად, სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო. ასე თუ გააგრძელებ, გარკვეული სახის პრობლემები გექნება. კი. თუნდაც ჯანმრთელობის კუთხით და ჯანმრთელობის კუთხეს რო დავანებოთ თავი, ასევე შენ ხარ ადამიანი, რომელიც მუდმივად ამ ბოლო დროს, ბოლო პერიოდში ხარ სულ აგრესიული, სულ კონფლიქტებში. აი, ყველასთან მოგდის კონფლიქტი, კონფლიქტური სიტუაცია. თუ შენ არ გამოიცვლები და არ იზრუნებ საკუთარ თავზე, თუ არ დააბალანსებ და ვერ გაიაზრებ იმას, რომ ყველაფერი, ყველა საქმე, ყველას პასუხისგებლობა არ არის შენი საქმე და შენი ვალდებულება, უნდა მიხვდე, რომ შენ ვერ აგებ პასუხს სხვის საქციელზე, სხვის აზრებზე, სხვის ქმედებებზე და სხვის ცხოვრებაზე. აკეთე და გაეცი ენერგია და აკეთე სიკეთე სიბრძნით. პირდაპირი მნიშვნელობით ეს არის გაფრთხილება. ვინც თვლის, რომ ბედი აქვს ჩაკეტილი, ვინც თვლის, რომ სწორედ ეს არის. ამიტომაც ეს გიშლით ხელს. თქვენ ხართ დისბალანსში და როგორც კი მოაგვარებთ ამ საკითხს, გამოჩნდება ადამიანი, თანამშრომლებთან, კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან, მეორე ნახევართან, ყველასთან მოგიგვარდებათ ურთიერთობა. ყველასთან დაგილაგდებათ ურთიერთობა და თქვენ თავადვე თავს იგრძნობთ ახლებურად, განახლებული, შესაძლებლობებით სავსე იქნებით, სიხარულით სავსე იქნებით.
ანუ პირდაპირი მნიშვნელობით თქვენთვის არის ახლა რჩევა. მიენდეთ, ენდეთ ჩემს სიტყვებს. ენდეთ ამ ინფორმაციას, რომ ზოგჯერ მოეჭიდეთ ამ ინფორმაციას. საჭირო არის ჯანსაღი ეგოიზმი, ჯანსაღად გატარება საკუთარი სურვილების. ჯანსაღი ეგოიზმი. და თქვენ იქნებით გამარჯვებული ამ ცხოვრებაში. შეუძლებელსაც კი გააკეთებთ. უბრალოდ გჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი სურვილების. დატოვეთ სხვებისთვის ბრძოლა. და გამოავლინეთ პირველ რიგში თქვენი შინაგანი ძალა, თქვენი შინაგანი სურვილები, თქვენი გულიდან გამომდინარე. მიეცით სხვებს ნება, რომ იზრუნონ თქვენზე. მიეცით სხვებს სწორად ნება, რომ გაგიმთელოთ ეს გული და ნახავთ როგორ იყვავილებთ. თქვენ შინაგან ხმას მიენდეთ და ნახავთ თუ რამდენად შეიცვლება თქვენი ცხოვრება. პირველ რიგში თქვენ შეიცვალეთ დამოკიდებულება, თქვენ შეცვალეთ თქვენი ძალის ტრაექტორია, თქვენი ძალის ვექტორი შეცვალეთ. და ბევრად უფრო მარტივი იქნება ამ სამყაროში ცხოვრება. მე კი წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.